გამარჯობათ, ხალხო. რატო დააგვიანდა ვიდეოს, როგორ დააგვიანდა? ნუ გამკითხავთ, ხო იცით? სულ მანქანასთან ვარ, სულ მანქანის ვიდეოს ვიღებ. მე დაღლილი მოვდივარ სტრიმავ და ძალიან უხასიათად რო არ ჩავწერო ხოლმე რეაქტი მაგის გამო აღარ დებ ხოლმე და აღარ ვიღებ. ორი სერია დღეს დაიდება, ანუ ეხლა რა უყურებთ ამ სერიას, ამის მერე საღამოს დღესვე 8 საათზე დაიდება მეორე სერია, კიდე ერთი და კვირას დღისით პირველ საათზე დაიდება კიდე ერთი სერია და საღამოს კიდე ერთი სერია. ასე რომ ყოველ კვირა როგორც დაკვირდით 4 სერია იქნება. წავედით მეორე სეზონის მე-4 სერია. მე მინი და ნიკუშა ვართ. რას რჩით? ნე ხარისხი არ გამოსწორდება ისე.იანობამდე სამსახურში იყო. შრომა ოფლი დაღო არა მე დღის ბოლოს შინ დაბრუნდა რა გინდ რას რჩით? რის ოფლი თუზმა ხარ რა ოფლი? არა მაგრა არ მევასება რექტები რა ჩერიშურა. ბატონო მიზეზი. მიზეზი? მიზეზი? ხო, მიზეზი მაინც ხონდა გქონდეთ ეს ხო შეიძლება რა? კაცო შენ ჩემი ნაპარნიკი ხარ თუ იმ ჩემისას? თქვენი მაგრამ ერთი მამხილებელი საბუთი მაინც ხონდა გქონდეთ რა? თუ არა? რა მამხილებელი? ჯერ ერთი სიაბამ ჩვენებებს იძლევა. კაფე ბატონებშიო 40 წუთი ვიყავითო ტყვილი. 3 წუთსაც არ გაჭერებულად. მე იმ ზარს ბალავს. საწოდავ სითათაშოს რომ დაურეკეს სახილო. ეს იმ გოგოს შეყვარებულს უბირჟავებს? უყურე ხო? გავარდა სასწრაფოდ. მე ათრთოლებული ვიყვება რომ მე ეგ მომწონდაო მიყვარდაო და ცოტა ჩერფას ვაწიდებდი. მაგას რო იწუება ეგ საიდან იცით? ბიჭო ლექსო შენ გამაგიჟებ რა. რამდენი დღე ახლა რაც მაგას ჩვენ უთვალთვალებთ? მე-5 მერე? 5 დღის განმავლობაში ერთხელ მაინც არ მოვიდა აზრად. პატარა თაიგული ეყიდა მიედანა სასაფლაოზე და დაედო მაგჩემისაც რომ დასრიალებს BMW-ი. მაგრამ ნიგაძეია და დამპა. ეს ვინ არის ეს? სკლინტოს რომ ბიჭო როგორ მაშინ? რა ნომრებზე ყავს ბიჭო ხო არ გადაობ? ექსიანერი. ვა. მაშინე ვინ არის? აუ! ხოცა ბიჭო ნახოთ რა მოხდება. იტაცები ბიჭო? და შეესწრდნენ? არ გავგიჟდე ხა? ვაიმე ვერ ქოქავენ შემეშვი. ვაიმე გავგიჟდები ახლა. ვაიმე გავგიჟდები. ვაიმე. შენი დედავატირე რა. რა მოხდათო? აფერი გათავდა ბენზინი. რა ბენზინი გათავდა შენ? გიჟღორა. ხო გეუნებოდით ჩავასხათ ეს ბენზინი რა. არა მე ჩავასხათ, აი მე ჩავასხათ, გათავდა. მიდი აი ეხლა ეს კანისტრა საბარგულში. მიდი დროზე. დროზე და ეგ არა იქ. კალონგა. ხო კაი დროსია ხა სადარია ბენზინი? დავაი ლექსო რა, კარგი რა. დაგაზე ეხლა რა, არ არის მაგის. ხარა მოდი. არ გავგიჟდე. აი ვიღაცა მოიტაცეს და ბენზინი გაუტავდა. იმენა მაშინდელი ამბავია. დათო. ბიზინა ვარ თაბაგარი. გისმენ ბიზინა. სად გეხარ დათო? ბარნოვისა და პეტრაშვილის კუთხეში. ბიჭო, ეხლა მათ გამოივლის შავი BMW, ტრიშის ორკი, გაიგე? აი ახლა ჩაიარა. ვაიმე, მომისმინე ბიჭო, გაყევი ჩუმად ოღონდ, აი სირენები არ გინდა რა თუ ძმა ხარ. გასაგებია, ნუ ნერვიულობ. ბენზინი გააქვს? კი. დავაი.
ვაიმე რამ ხელა იმით მიყვება დედას მიცავ სირენები არ ჩართო რა აზრი აქვს ამ სირენები და ჩავერთო ატია ამადი ადი შეახوار მიდი მიდი გააგვიძე ბიჭო აუ აქეთ გამოიხედა ბიჭო ხასი ხო შენ გაუნდები ეს იყო? ხო, ეგ იყო. თქვი როგორ მოვიდა და რა დითხრა? ნაკოლი მომცა, იმ გოგოს კომპიუტერში ფული აქვსო. მერე მესკლინტას უთხარე. ნახდათ ეს იყო? ნახდათ. ვინა? თქვენ თვითონ ვინა ხარ? მეატებს პირველად ხედავ ამჩ. პირველად თუ ხედავ ლოჟი ნაკოლი როგორ მიეც? ლოჟი ნაკოლი როგორ მიეც? დაუჯერო კალდუნი თხოვება ეგ ნაბოზარი. იტყვი თუ არა? რა გიწევ ჩემო? რა და ლოჟი ნაკოლი რომ მომეცე ფული იქ არ იყო ბიჭო? რა ფული? რა და $4000. პასტავკას რატომ იკეთებ? ეხა ის ფული შენი გადასახდელია, გაიგე გოიმო. მე არაფერ შუაში არა ვარ. ეხავე გაგახსენდება ყველაფერი. იარაღი დააგდე და არ გაიზრე. დააგდე იარაღი. ვაიმე დაბრიდა ბიჭო. დაბრიდა და ის გაიქცაურა გოი. აუ ესეც მოკვდა. იმას იარაღი არა, აქ იარაღის გარეშეა გაქცეული. გაგვექცა. ნუ მიხდა ეს. პირველად მოკლა ალბათ თავის იმაში სამსახურეობრივ მოვალეობის დროს და მობასკაფს რა ხმა არისო? რაღაც ხმა არის ბიჭებო, ხო? როძღაც წუის ბიჭო. Тетраулия. Гулё приготовила. Ეხლა დავკიდოთ პარკეტი ისე. კარგი რა დაანებდა. Куда фарис? Хором темас გამოიყო, надо, чтобы ему было уютно. Давай повесим занавеску, я пойду. А то поздно уже. არა მოიცადე ეხლა ერთ კაცს ველოდები, დავილაპარაკებ და მე მეგაგიყვან მანქანა. სანამ მოვა, სანამ დაილაპარაკებთ. Лучше на маршрутке поехали. აბა დაფიქრდი რასა. ისედაც ამდენი პატივი მეც. ეხლა ფეხი გაგიშვია. А твоими? Мы же с тобой старые друзья. Или нет? Давай повесим занавеску. აგინა მოიცადე, ხვალ ქალი მოვა და ყველაფერს მიხედავს. Молодая? Молодая и красивая. სადგინახავს ახალგაზრდები და ლამაზები დადებდნენ და უბორკებს აკეთებდნენ. А მე რომ ვაკეთებ, я не красивая или не ახალგაზრდა? შენ ახლა ჩემი ოქრო. Ладно, отпусти. ერთი სიკვდილი გავათავე. ეს ამბავი რომ გავიგე. ვა. კიდევ კარგი თქვენ მაინც გადარჩით. თემო ხვალ გამოყავს? დიახ. გაიცანით ეს ჩემი მეგობარია სვეტა. სასიამოვნოა. დიდებული მეგობარი ყოლია. გამარჯობა სვეტა. გამარჯობა. ახალ დინას გილოცა. ღმერთმა ქნას აქ მაინც ცუდი არაფერი მოხდეს. ის რა არის? ახლოდიანია, მამა შენი გიждდება მაგაზე. გახსენე. წარმოგიდგენია,
მერჩოვნელებული და აუქციონზე წავაწყდი. მაშინ ვიფიქრე თემოს გავახარებ მეთქი. Амиси фаси их маინც არავინ იცოდა. Какая прелесть. Настоящая прелесть это вы, дорогая. А это просто рисунок. Ладно, махна магари. Михария Ромовцов. Вот и вина დამათვალიერებული. Იმედია, что это сарецканева, ცოტა ხნით მარტო რომ დავტოვოთ. Хотите, я вам кофе сварю? С удовольствием. Базана. Ну, ეს мама ჩემი საძინებელი. ო, აქ ჩემი საძინებელი, აქ კაბინეტი, ამ პირიქით აქ კაბინეტია. გაბზანეთ. Giga, მე მესმის ახლა ამის თავი არ აქვს, მაგრამ საქმე არ ითმენს. ორიონის რა გაიგე, ლიპა? ლიპა, თანაც აქციების 51% სახელმწიფოს უჭირავს. ნუ იქ ჩორტო. მაგრამ რატომ არ ვიცოდი თუ წითელგორის კომბინატის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყავი? ერთ-ერთმა დამფუძნებელმა 25% გაყიდა თავისი რაღაც ბრაზილიურ ქათმების ბიზნესში დაიწყო. მაგრამ დამფუძნებლები 4 ხართ? რა ხალხია? ჩვენი ხალხია. ძალიან კარგი. და თვითონ კომბინატი ალბათ ჩაოხრებულია რა? მაგარი. მაგრამ მადანი მამახარისიანია და ბევრი. მაგრამ ერთი უნიკალური ამბავია. ლიკვიდური საქონელი ჩაწოლილი აქვს. ესე იგი წარმოიდგინეთ, რა მაგარი მენეჯმენტი უნდა გქონდეს, რომ ეს მოახერხო. მაგრამ ჩვენ რაღაცეები დავიწყეთ. ძალიან კარგი. და ახლა ყურადღებით მომისმინე. ვიცი, კარგი გვირდება, მაგრამ არ შემაწყვეტინო. რუსეთში არის ხალხი, სერიოზული ხალხი, ჩემი ძველი ნაცნობები, რომელთაც დიდი ძალი ფული აქვს, მაგრამ ხომ გესმის? ნათეთრება უნდათ. არ მიყვარს ეგ სიტყვა. მოდი ასე ვთქვათ, მკვდარი ფულის აქტიურ კაპიტალად გადააქცევა უნდათ. ამას ისინი უჩვენადაც მოახერხებენ, მაგრამ მე დაინტერესებული ვარ ოპერაციების ამ ჯაჭვში საქართველოს ჩავთო და გარკვეული თანხა აქვე დარჩეს. გესმის? ამიტომაც შევთავაზე ამ კაპიტალ ბრუნვის მომსახურება. არა, ხო, ვიღაცას რო ეთქვა, შეიძლება არ დამეჯერებინა, მაგრამ თქვენი შესაძლებლობების მქონე კომპანიას ესეთი გარიგება რა შეგჭირდებათ? არა, ეს არ არის ჩემი ბიზნესი და უკეთესაც გეტყვი, ჩემ კომპანიასთან ამას არაფერს საერთო არ აქვს. ეს პირადად მე მეხება. ნუ მაიძულე, გითხრა ვინ თხოვს ამის გაკეთებას. მე უბრალოდ სქემას გეტყვი. კი ბატონო. რომელიღაც ოფშორული ზონიდან თქვენს კომბინატს ჩაერიცხება თანხა. ნედლეული შესაძლებლად. ნედლეული იასნია გაღალწია. ეს ფული უნდა გადააგდოთ რუსეთის ერთ-ერთი ქარხნის ანგარიშზე. თქვენს კომბინატს ახალი ხაზები სჭირდება, აბარუდოვანი, რამე-რუმეები. ეს როგორც იტყვიან, ტექნიკის საქმეა. ეს არის და ეს. აქედან 10% ჩვენია. კი, კომბინატს ახლა ჭირდება რაღაც გადაიარაღება, ახალი ხაზები, რაღაც ეგეთი. მე რა გიშეცავს? ეს ფული ციდან ჩამოვარდნილი ფულია. სიმართლე გითხრათ, ჩემი ბიზნესის გაყიდვას ვაპირებ, ბატონო უგერო. ამ ქვეყანაში არაფერი გამოვა. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ასეა. მე მესმიშენი. გინდა გითხრა რა შემჭირდება ეს ფული? გეტყვი. ამ არჩევნებში გასაყვანია ისეთი ხალხი, ვინც შეძლებს სიტუაციის შეცვლას. რომ ამ ქვეყანაში არ კლავდნენ ნანას, არ ესროდნენ თემოს და გიგას.
არ იტაცებდნენ უცხოელებს, არ აღჭურვდნენ ბიზნესს, არ ამათხოვებდნენ მეცნიერებს, არ აშიმშილებდნენ პენსიონერებს და ჩემი ძმა ჯემალ კარკაურიძე არ მიყავდეთ თვითმკვლელობამდე. ამის დედაც არა და ყველაზე დიდი ნაბიჯვარი ამის ძმა იყო. გენაცვალა. მიკროფონი შესაძლებელია. არ ვიცი. ყური მეტკინა იმე, მაგრამ მე წულის. ვაპირებ ცალო. დღეს ნუ გამცემ პასუხს. და ძიემ კოფე ასტუ. და იჯო. გავით მოვიფიქრე. გადაიღე რა შენ შემოგებლე. ერთი ნაჭერი მაინც მიირთვი. აუცილებლად. დედა თინა, ძალიან მეყვარხართ. და ძალიან ნანოფრო მაგამდე არ გიცნობდით. კიო. აი ლექსო კი ძალიან საზიზღარი. ის ვინ არის გალი? რატო ლექსოს დედა? თუ ბებია ხო? იმიტომ რომ მაგამდე არ გამოცნო თქვენი თავი. საზიზღარია და საძეგელი. აბა რას ამბობ? შემოვევლე ჩემს ლექსოს რა. აი მაგნაირი მეორე არ დადის ქვეყანაზე. პატარობისას იცი როგორი იყო? სუკანი, პუტკუნა და თეთრი როგორც ბამბის გულა. წარმოგიდგენია? მართლა ეგრე იყო. ეხლა არ ვიცი რა მოვიდა. გახდა, გაშავდა. ამერიკიდან რო ჩამოვიდა, კინახამ გაგიშდი. ვერც კი ვიცანი. ხომ არ შეგვიცვალეს მეთქი? ეხლა მეწავალ, შენ აქ იყავი, მეწავალ და სურათებს მოვიდა. მაგარი ბუხოია. ოპა. კეთი რა მოგივიდა? არაფერი. აი ალბომი. ეს ლექსოს პრობლემია. აი რა თეთრია. ყველას ესეთი ალბომები რო გქონდა. ლექსო. ეს მე ვარ. ძალიან ლამაზი ყოფილხარ. მართლა? არა, ეხლა ძალიან ლამაზი ხართ. ლამაზი შენახარ ჩემო სიცოცხლე. ლამაზი თანაც ძალიან ლამაზი. ლამაზი. რატომ არ გათხოვდით? რაც ლექსოს მშობლები სულ დაკავებულები იყვნენ. ერთხან საერახში მუშაობდნენ, მერე ინდოეთში, ეხლაც საზღვარგარეთ არიან. ბავშვს გაზდა ხომ უნდოდა. სკოლაში თან დავდებდი. სანამ გაკვეთილები დაუმთავრდებოდა, ვიჯექი და ველოდებოდი. მაგას არ ჯობდა საკუთარი ოჯახი შეგექმნათ. საკუთარი შვილები ყოლოდეთ. რა ვიცი. შევეჩვი აქაურობას. თან ლექსოც ძალიან შემიყვარდა. უიმისოთ ერთი წუთი ვერ ძლევდი. მშობლები რა. ჩამოდიოდნენ რამოდენიმე თვით და მერე ისე უკან მიდიოდნენ. ჩვენ კი სულ ერთად ვიყავით. იცი? დედასაც კი მეძახდა. დედა თინა, მოდი ამ ჭიქით ლექსოს გაუმარჯოს. გაუმარჯოს. ორივეს გაგემარჯოთ და არასოდეს არ გეჩხმო. აი ლექსო ალბათ. ლექსო, რა მოგივიდა, რა მოხდა? არაფერი, რა უნდა მომხდარიყო. რა მოგივიდა მეთქი? არაფერი მეთქი. აბა რაფერი გადებს? ჩემი დანახვა არ ეს სიამოვნა.
მთელი დღეა სამსახურში ვარ და დავიღარე. სამსახურში? დავიჯერე. ხომშია, ეხლავე ჩახოხმის გაგიცხელებ. კეთი, შენც ხომ გინდა? ამ შუაღამეს ნაჭამა აგეწდა, ა? იღახშმე სადმე. თინა, თავი დაღანებოდოთ, ხო გითხარი? რა მოვიდა? კეთი, მოდი მე დაგტოვებთ. იქნებ შენ უფრო გითხრას რა აწუხებს. ეს მაგარი ბრაზია გაგაიჩითა. შეიძლება გააპათო ლოგოს. ლექსო. ლექსო. რაი? შენ არ მელაპარაკები? როგორ არა? მე მეგონა გამებუტე. ჭამა რატო არ გინდა? ვარში. იქი ვახშმე? სადი? ვით მარიცი. ვერ გავიგე რას მეუბნები. მითხარ გემრიელ საჭმელებს გიგეთებს? ვინ, კაცო? ვინ და სვეტა? გაგიჟდი ხო? თუ დათვერი? ხო, დავთვერი. რატო არ მეკითხები, რატომ დავლიე? რა მაწუხებს? თუ შენთვის სულ ერთია. კეთი, ხა შენ ისტერიგებს თავი არ აქვს რა. დილი და საღამომდე სადღაც დაეთრევა. მე იმასაც ახალ მეკითხება, რა მაწუხებს, რატომ სვა? მოიშა, იქნე მეს რაღაცა მაწუხებს, რატომ შენ არ მეკითხები, რა? კარგი, გეკითხები. რა გაწუხებს, ლექსო? ეს უოჭოლი თაბაგარია რე. აუ, რაცაყვარელი კაცია ბიჭო. ლექსო. დავაი ბიჭო, დაგვაგვიანდა სამსახურში ადრე. რა გაგვირებული მიყურე? შენ დაგავიწყდა რა? ხამის სამსახურზე რომ დამდექი. მაბადიეთ, ბატონო ვეძინა, ასე გვიან რომ შეგაწუხეს. აუ, დაიწყო. ვერ მოგურს შეჭა? არა, ეხლა ვერაფერს ვერ შევჭამ. ჩაი? ჩაის დავლევ. დავაი. დავაი დროზე. პირველად მეც მასე დამემართა ლექსო. არ მახსოვს რომელი წელი იყო? შეიარაღებული ბანდა უნდა აგვეყვანა. მახსოვს რომ ჩვენ სამი ვიყავით. ისინი 7-ნი. ჩვენ კეციანი მაგაროები ქონდა, იმათ მთელი შეიარაღებული ტექნიკა, თანაც ლიმონკები, ერთი ამბავი რა. ხო და ახალგაზრდა კაცი ვიყავი, გავიგიჟე თავი. შევამტვრე კარები, შევადი და ვინც შემეფეთა დაუშვი რა. დავიშვი და მეც დავეჯერი. აუ ლექსო, მე იქ ამბავი მოხდა საავადმყოფოში. ორი კვირა თურმე სულ დავდიოდი და მყვიროდი მიშველეთ კაცი მოკალი რა ვქნა კაცი მოკალი ღამღამობით რაღაც კოშმარებს ვხედავდი სხვადასხვა შენ მყვიროდი გუშინ წინში მართლა? აბა ხო ის ზანატოქინე მეუნება ვეშტა
მეორე თუ თამაგარი დრაშიტი და ის მაიორი იყო ერთი ჩვენთან რავი ვასე ერქვა თუ ფედა ერთი იმის დედაცმატერე კაცო შენ ჩემისა სულელი ხო არ ახარ აბა მილიციაში ბანეთს ხო არ გასეკვებელო ლიმონი გინდა რავი აბა და ჩაგერ ამის დედავატირე ესეც ვერ მოკვერცხე ხო არ არის რა არის ლექსო პირველი ყველაფერი ძნელია სულ ახალგაზრდა იყო შენ როგორია ახალგაზრდის დასრული ტყვია არ კლავს ისა კლავს როგორც დაგიბარებია ბიჭო ყველა პური მაინც გეჭამა არა არ მინდა რა ბიჭო შენ სახლში სარკე არა გააქვს მაქვს მე ჩაიყიდე რას გავხარ ჯამე რა რაღაცა ვის ამხილა არა ყიუდოს შეხედე ბიჭო ო გისმენ დამარა 2 ლიტრიანი თან დედას ვის რა 2 ბიჭო ბიჭო თუ რამე გაქვს სათქმელი მითხარე რა სკლეროზი არ დამწყებია ხო კაი კაცო ლექსო სითათაშვილს რო დაურეკეს ის ტელეფონი ეკუთვნის ვიღაც დალი უკლებას მითხარი მისამართი გოგოლაძე 17 ხო ბინა 26 მაგარი ჩიჩე რას გინდა აი რა გაგიხარდება ყველაზე ჰა აუ მაგარიც მადლობ გაიხარე ნახელს ნო ხო მოიცა რეზო ქათამაძე რა ჩიქს ბიჭო მომისმინე თაბაგარი ვარ ხო დალი უკლება ხო გოგოლაძე 17-დან კაი ვინ არის ჩემისა ვინ რა ტიპია ნარგუშა ხოდა მომითრია განყოფილებაში ჩვენება უნდა ჩამოვართვა დავაი დროზე იმ გოგოს ვინც დაურეკა და მოატყუა ხო ვითომ წყალი ჩადისო ის მაგაც ხანი ადამიანი არ არის Let's მოედი უკაცრავად ცოტა დამაგვიანე ბატონი ონგერი ჩემი კომპანიონები სასეონო დაბლა მოკლედ სიტუაცია ასეთია მე აქედან ან პირდაპირ მოსკოვში მივემგზავრები ან ყველანი რესტორანში გადავდივართ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თქვენ რა სიტყვით გისმენთ ბატონო იმედია გიგამ გაგაცნოთ ჩემი პროექტი მაგრამ მე მაინც შეგახსენებთ სქემა მარტივია კონკრეტული ოფშორული ზონიდან თქვენი საწარმოს ანგარიშზე გადმოირიცხება თანხა ნედლეული შესაძენად ნედლეული თავისთავად ცხადია მხოლოდ კაღალზე თქვენ ეს ფული უნდა გადააგდოთ რუსეთის ერთ-ერთი ქარხანის ანგარიშზე რამდენადაც ვიცი თქვენ საწარმოს ახალი ხაზები სჭირდება ახალი დანადგარები ეს ყველაფერი იმათი გასაკეთებელია დანარჩენი ტექნიკის საქმეა აქედან 10% ჩვენია 10%? დიახ 10% იცით ეს რამდენია წარმოდგენა არ აქვს ბევრი ძალიან ბევრი ეგიგა საქმის კურსია მოკლედ გადაწყვეტეთ მე ხლა ამდენი დრო არ მაქვს მაგრამ ვიცი ეს ისეთი საქმეა ვერ დაგაჭყერებთ ბატონო ონგერ თქვენთან შეხვედრამდე შევთანხმდით და მოკლედ გადავწყვიტეთ რომ გავრისკოთ მაშინ სალაპარაკო არაფერია გადავინაცვლოთ რესტორანში მომძანთ იგა როგორც გუშინ მოვილაპარაკეთ ფოთში შენ უნდა წახვიდე და რაც შეიძლება ჩქარა ცოტა გულსაც გადააყოლებ ხო მართლა გარცი ზამთარი შენ მეგობარ გოგონასაც წაიღვა რა ქვია სვეტას ხო სვეტას კარგი გოგო
ოპა, ხოთის გზა ბრატ. ბეკა მე და შენ რო გაზავ. დაგვედო ძმა. ეხლა გამოვასარი. უკვე ფოთში შევდივარ. დაგვედო როგორც გავიღებ, ეგრევე გაუგზავნი DHL-ით Palma Irons. მიწოდების ფორმა? კი, ეგ ხო უკვე შეთანხმებული გვაქვს. რა საჭიროა ველოსიპედის თავიდან გამოგონება? Fobi და მისი ჯანი. Fobi. Free on board. ნაჭყებია? ვინ არის ეგ ნაჭყებია? ახალი დანიშნულია? კარგია რომ გამოფხილე, მადლობა. ოპა, დუტა თავისი პეჟოთია, ბიჭო. მეცდები საერთო ენა გამოვიდა. მოიცა ეს პეჟო ყავდა რეალობაში? ხო, არა ეგრევე დალაპარაკები. მომაკითხავე? არა მგონია ვინმე დახმარება დამჭირდეს. პეჟოს იმენა სახე იყო იმ პერიოდში. კი, სასტუმრო ანკორში. მართლა? ანკორში. კარგით, ნუ ნერვიულობ, რა ომი. ეგრევე დაგირეკავ. კარგად, კარგად. რა ლამაზი გზაა ეს არა? ძალიან მაგარი გზა. Какой ты хороший, что взял меня с собой. Я так давно на море не была. Цурва мигорс. Მაგრამ არ ვიცი. ზოგი გიყვარს, მაგრამ არ იცი, არა? Нет, то есть, чего ты смеешься, а? არა, ქართული და ცურვა ვერ ისწავლე, თორე ისი კარგი გოგო ხარ. ესვეტა ხოც კიდე სათამაშობს. კეთილებში გახსოვს ეს დირექტორი ცოტა. Сад? Так надо. Раз так надо, извольте. Гига, ты мне босоножки купишь? ეს პეჟო არ ყავდა მე მგონი, პეჟო 406 თუ რაღაც ყავდა. მაგრამ აქამდე შეიძლება ეს ყავდა. ეს ის პერიოდია გათამაშებები რო იყო. აქ ვიცხოვრებ? ხო. Клёво. ბატონი გიგა? ბექსტონ ლორია. სალამი ქალბატონო. ბექსტონი. Светлана. დედა აღმერთობობკალი რუსია. უკრაინელი. მე ბაპატიეთ ქალბატონო. აქ უფრო მეტი დანიელი და ფრანგია დღესდღეობით. მოგვენათ რა რუსები, უკრაინელები, პოლჩა და სხვებისთანები. სვეტა ჩვენი ოფისის მენეჯერია. აი მალადეც. ეს კიდო აზორია ჩემი ღვიძლი ბიძაშვილი. მაგრამ მჯია და უნდა მაპატიოთ. დიდი ხანია გვიცით? არა ბატონო, რა ვაგეკადრებათ. თქვენი ნომერი დაზანიატებულია. მიბრძანდით, ცოტა მოისვენეთ, მერე წავიდეთ ვისადილოთ რამე. ნეჟნა! სადაა გასაღები? გამარჯობათ. აი გასაღები. 202 ნომერია. ლუქსი. Свидом на море, ჩემო ბატონო. დიდი მადლობა. Гига, а я где буду жить? Вы что, не вместе? ხო, ერთი ნომერი კიდევ დაგჭირდება. ნეჟნა, ნომერი იმავე სართულზე. 204 მაქვს თავისუფალი. Но это не люкс. არა უშავს. გასაღები ზევითა აქვს ჭუჭულის. წავიდეთ. ვისო? მიდი და ერთ საათში ისე. ჭუჭული. წამოდი გენაცვალე, წამოდი. მოგა ბენკსტო. სამგომარეობა. ვერა მთლად კაი მდგომარეობა გიგა ბატონო. ნაჭყებია დანიშნეს ტამოჟნის უფროსად. მერე რა?
უარგესი კაცია. შინაური არის ის და გარეული. შეიძლება გაგვიხსნას კონტეინერები. ეგ ხო არ გაგიჟებულა. ტვირთმა საბაჟო შემოწმება თბილისში გაიარა. კონტეინერები დალოქულია და საბუთების წესრიგშია. კრიაოზნიკი რომ დაიბადება, კაცი ეგ ასწორეთ. არა და აქვს ამის უფლება. შეგიძლია შემოხვედრო. კი, მაგრამ თქვენ ერთი კაცი გიცდით. ჯერ იმას დაელაპარაკეთ. ვინ არის? ომგერმა დამირეკა მე და მითხრა. თუ საქმე გართულდა, ეს კაცი შეახვედრეო გიგას. აგერსკედან ფაცხაში. ვინ და ვინ? ომგერის კაცი, ერთი აქაური პატივცემული პიროვნება. უშო. ესე იგი, უშანგი ცერცვაძე. და დაჭყებიას მოადგილე, სახელი დამავიწყდა. თუ არ დაიღალეთ ძალიან, აგერ არის ახლა ჩავიდეთ. კი ბატონო. ოღონდ იქნებ ფანზოს თხოვოს, მანქანა და ბარგი ნომერს შეაიტანოს და მე გასაღები ნეჟნასთან დატოვოს. აქ არავინ ჩამოსულა საჩხუბრად და საომრად ძამან. ეს ხალხი საქმისაა ჩამოსული და თქვა თუ არ გააბლებულ ხარ შენ და შენი უფროსი წესიერად მეისმინე, რასაც გეუბნები. უშო, არ გინდა რა. შენ ხომ იცი როგორ პატივს აქცევ. მაგრამ ჩვენიც ხომ უნდა გაიგო. ცენტრიდან გვაწვევიან. ეხლა რას გეცმაო? ეგ სალდაც კი პრიჩინები არიფებისთვის შემოინახე. აქ საქმეა გასაკეთებელი. ვინ გაწვება კიდე თუ არა? ეს კაცი საიდან მახსოვს, მაგრად მახსოვს, ბიჭო. ვინ არის ეს კაცი? ხალხო კომენტარებში დამიწერეთ, ჩემ ბავშვობიდან მახსოვს. მომღერალია ხო არ რაღაც? ხო. ბილი კონტეინერი გახსენია. რო ის ყოფილა ამფერი ამბობა. დავალმა თბილისში გეიარა ტამოჟნია, დეილუკა, წარმოშობის საბუთი. აგი იგი ყველაფერი მოყვება და ეს ხალხი კიდო პატივცემს დროზე რო გოუშო. შენ რა გინდა ერთი გაგვიასე? უშო, ორ შვილს გეფიცები ლიჩნად მე არაფერი არ მინდა. მაგრამ ნაჭყებია ატრაგებს. ახალი დანიშნულია, მანდრაჟი აქვს. ყველა ტვირთი რომელიც ფოთში გაივლის, ხელახლა უნდა გადამოწმდესო. ასე ამბობს და კანონით აქვს ამის უფლება. მე აქ იმის არ მოვსვარ, რომ მე ვისუნო რის უფლება აქვს ნაჭყებიას და რისი არა. აქ სერიოზული ხალხია ჩამოსული. ჩვენი ძმებია და კიდო გეუბნები. გაგვიასნე შენ რა გინდა და ჩვენგან რა არის საჭირო. უშო, თუ ჩემი ძმა ხარ. მოდი რა ნაჭყებიას და თქვენ თვითონ გააიასნეთ. მე მაგას თავზე ხომ არ გადავახტები. კაცო, ჩვენ ამ ხელა ხალხს რო გვახტები, ეგ არაფერი? ცოტა დაუკვირდი რას ამბობ. თქვენი სახელი? ვაჟა რა? ხო, მომისმინე ვაჟა? მე გუშინდელი ვიღაც არ გეუბნა. მე ნაჭყებიას არ ვიცნობ, მაგრამ მაგან კარგად უნდა იცოდეს, ვინა ვარ და რა შემიძლია. თავის დროზე ერთ სისტემაში ვარ ნამუშევარი. მე შემიძლია შევხვდე მაგას, მაგრამ ვიცი რომ ცუდი ლაპარაკი გვექნება და ზედმეტი ალიაქუთი არ მინდა. შენ თუ გონია კონტეინერების გახსნის გვეშინია, ან რამე კონტრაბანდა გაგვაქვს, ცდები. კინა გითხრა შეგრადებს. რა? რა და არაფერი. კონტეინერები ცარიელი. ხვდები? ეგ როგორ? შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? თავარია თქვენი საბაჟოს გავლით, საზღვარგარეთ აკრძალული არაფერი მოხდება. უпроსორეთ საერთოდ არაფერი. რომს გახსნან არაფერი. და 100 წელი არავინ არაფერს მოგკითხავს. უბრალოდ დროს დავკარგოთ. დრო კი ფულია. და არ ჯობია ეს ფული თქვენთან მოვიდეს, ვიდრე წყალში გადაიყაროს. რა ვიცი, ნაჭყებია მაინც უნდა ჩავაყენო საქმის კურსში. მაგი უკვე შენი საქმეა, თუ ვინც სულეიმან დემირელი ჩააყენე საქმის კურსში, მთავარი ამ ხალხს საქმე არ გოუფუჭა. ვაჟა, შევდახვდით? რა ვიცი, აქ ისეთი ხალხია შუაში, რომ მე მგონი. ეგრე რა. ბატონი გიგა, ავარდება. სოსო ეგაზე. ესენი ჩვენი მეგობრები არიან უშანგი ცერცვაძე, ვაჟა ჭიკაზე. გახსენდით? თქვენზე ბევრი რამ მსმენია.
ოლგერ კაკაურიძისაგან. მომესით დაგისხა. მადლობა. აბა, ჩვენს გაცნობას გავუმარჯოს, ჩემ ჩამოსვლას თქვენ დახვედრას. აი დალევით კი ვერ დავიდა. უკაცრავად. ბატონო გიგა. ასი არ გამო. მაბადიეთ, მაგრამ სანამ საქმეს ბოლომდე არ მივიყვან, არ ვსვამ ხოლმე. მაშინ პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. ომგერმა დამიერეკა და მითხრა, საყვარელი კაცია. შეიძლება ფოთის საბაჟომ შეაფერხოს. ომგერს მე უარს ვერ ვეტყვი. აგერ ვაჟა სადოუშანგის დახმარებით გავარკვით, რაშიც იყო საქმე. ახლა მე მგონი ჯობია თქვენ და ვაჟამ დაელაპარაკოთ. არა, ცალკე გასვლა საჭირო არა. აქ ყველა შედაურია. ბატონო გიგა, თქვენი ტვირთი საკონტეინერო ტერმინალშია შემოსული. რამდენი კონტეინერია? 18, მაგრამ ჯერ ეს პირველი პარტიაა. თუ შევთანხმდებით, ასეთი კიდევ ორი იქნება. გადამზიდავი ფირმა? სილენდი. ძალიან კარგი. გემის სახელწოდება? სუენიო დელმარი. ეცი. მიწოდების ფორმა? ფობი. ძალიან კარგი. ასე იგი თქვენ გჭირდებათ? ბატონო ვაჟა. საშუალო დოკუმენტებს ზუსტად ვერ ჩამოთვლი, მართალი გითხრათ, მართლა არ ვიცი მათი სახელები, მაგრამ თავარია რომ ხვალ საღამოს ბილოფლოუდინგი ხელში მეჭიროს. ტესტები დაგეხმაროთ. დამიჯერეთ, თუ ყველაფერი კარგად ჩამთავრდა, ყველანი კვლავყოფილები დავჭირეთ. ხო და ძალიან კაი. ჩამოვართვით ახლა ხელი. ბენზინი ჩაასხი? დაჟიქი პატარა ხარ და წავიდით. ზურა ნათესავია ჩემი თბილისია. ხوار გადაობ ბიჭო. ოჰო. ვიცი, უმასკოდ, მაშინ უმასკოდ იყო? ხო. რა ხო, არა ბიჭო. მე ხო ნახა ბიჭო. ერთმანეთს. დღეს ამ ხალხს უთხარი მადლობა და ილოცე მეორე ცალმე არ შეხვდე. პრობლემები შეიქმნა, ანუ შენებო? მან დაიტრია пасаночками. Может, останемся еще? Денек-другой. Кига, рано гивода. Я тебя не узнаю. Скажи, это из-за того, что я взяла другой номер, да? Рашуаши. Ветером шуаши. Ну, перепихнулись мы с тобой пару раз в молодости. А теперь мы как будто друзья. Es capatios, да? Я. Эречурига, это. А потом? Это правда это хочешь? Нравится. Царовец. Потому и взяла другой номер. Прости меня. Прости. А чего мы ждем? Раз холодобит. Гемис гастос. Отсучигава. Бека, ეს მანქანა მაშინ გევანდელი რა მანქანა იქნებოდა. აქ რა საკეთებია? ხო, ყველაფერი წესებში. მან ცუდიც არ არის, აი, ხო? გემის გასვლას დაველოდები და მე თბილისში გავუბერა. ხო, ყველაფერი. არაფერი. ეგრე სალაპარაკო. არაფერი მანქანა. მუშაგი ბოდიში შემოგითვალა. 2004 წელია ეს. ერა, ესა. ეს ის ფულია შე რა გავიგზავნე.
წლის მანქანა წარმოიდგინე. ნებისმიერი 2014-იანი მანქანა რა. არა, მე რა გონია ამ ხუთი დედა ჩემს გააცოცხლა. გაგასა 4. არა, ვერავერ პატიმოს. აბა მე რა ვყო? აი, ბენგსტონს მიეს. აი, ხე. არა. ბენგსტონ გამომოთ. მე მითო ვერ თამაშ ბატონო კი. არა ვარ ეს. ხარ. ხარ ბენგსტონ. კარგად იყავ. ნახომდის. მადლობა ბატონო კი. ბენგსტონს რა გაუმართლა? დედას ვიზავდები, ერთი ჯანდაბული წავიდა. Иго, кто это был? ომგერის მეგობარია. Винек, Чатлахи? Вчера იცნობ მაგას? Да это он меня допрашивал. В уши Шоеба. Помнишь, я тебе рассказывала? Там пали. Это они хотели меня убить. Шерасакме, как богатство. Нарапери, რაღაცაში დამეხმარა. Гиго, ты не знаешь, с кем ты связался. Залия Сашиши Халхия. რაც არის ვეტა. მე მაგათი არ მეშინია. Гиго, ой ты какой мужский. შენ ძმობას ვიზავარ ეხლა როგორც ამასაც ვია რა სვეტლანას თუ რა ქვია სვეტას როგორცაც ვია აი ეხლა როგორც მარტო ტანგით იაროს და ტიტველმა გოგომ ქუჩაში ეგრეაც ვია რა მაშინდელ დროში Этот? მარა უკრაინელია და მოჟნა გამომწვეობის პიკი იყო მაშინ ეს ну ბევრსევასებოდა ეს სამსარიანი მაქსს. აჰა, კი. დალაიქეთ, არხი გამოიწერეთ, ნუ გეზარებათ ხალხო. წავედით შემდეგ სერიამდე, შემდეგი სერია დღესვე საღამოს 8-ზე დაიდება დროებით.